ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების სხვადასხვა ზომა წარმოადგინეს, თუმცა მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს. კალასმა აღნიშნა, რომ ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში აფასებენ. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე ვიწროვდება. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, კალასის თქმით, მსგავსი ზომებით ეს შეუძლებელი იქნება. იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართული საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად ნახეს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, რომ რეალურად ისინი ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ექვემდებარებთ. ახალი არაფერი ამაში საქართველოს ხელისუფლებას ისევ დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან, კრიტიკაც მათი მხრიდან ისევ გრძელდება. არაფერს ამ მიმართულებით გაუმჯობესებას ალბათ არ უნდა ველოდოთ, თუმცა საბოლოო ჯამში ევრობიუროკრატები მაინც ელოდებიან ქართული ხალხის პოზიციას და მათ გადაწყვეტილებებს. თუ ვინმე სანქციები უნდა დაუწესდეს, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ოცნების მაღალჩინოსნები, ანუ კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაზე. იმ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ, ანტისახელმწიფოებრივ ადამიანის უფლებების შემზღუდვა ქმედებაზე, რასაც ადგილი აქვს განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში საუბრობენ პირველ რიგში და აქცენტს აკეთებენ არა ქართული ხალხის მათ შორის აი ამ მხრივ დასჯაზე, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანების დასჯაზე, რომლებიც წარმოადგენენ ნაწილს ივანიშვილის რეპრესიული აპარატის და მათთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაც უფრო რა თქმა უნდა ადეკვატური გახლავთ. მოლოდინი სამწუხაროდ გვაქვს, იმიტომ რომ ივანიშვილის ბანდის ქმედებები არის როგორც განცხადებების დონეზე, ისე ქმედებების დონეზე ანტიდასავლური. აქციებზე სახის დაფარვისა და გზის გადაკვეტვის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი იზრდება. ჯამში ამჟამად 5 მოქალაქეა დაკავებული. საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების სასამართლო პროცესები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. კერძოდ, ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლე კობა ჩაგინავამ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიღბის მაგვარი საშუალებით სახის დაფარვის გამო დაკავებულ პროგრამის თეიმურას სარალიძეს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ასევე ნინო ბერუაშვილს, რომელსაც იმავე მუხლით გამოძიება ნიღბის საშუალებით სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იგივე მიზეზით დააკავეს საბა ჯაფარიძეც, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ასევე აქტივისტ თამარ თოთლაძეს, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, მოსამართლემ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ძალიან ცუდია, ჩვენ ფაქტურად ყოველდღიურად ხედავთ, როგორ უფრო და უფრო მკაცრდება როგორც კანონები, ასევე პრაქტიკა, ისედაც ჩვენ ძალიან რეპრესიული კანონმდებლობა გვქონდა და დღითი დღე იქმნება ახალი დანაშაულები და იზრდება სანქციები ამ ახალგამოგონილ დანაშაულებზე. ძალიან სამწუხაროა, ეს ძალიან ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს ცნობილი ჟურნალისტია თუ რიგითი ადამიანი, ისინი ფაქტიურად მათი უმრავლესობა ციხეში ატარებს დროს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც უბრალოდ დანაშაულის საერთოდ არ არის. დიქტატურის დამყარებისთვის საჭიროა, რომ ხალხში პროტესტის მუხტის არსებობის შემთხვევაშიც კი ფაქტობრივად შეუძლებელი იყოს ტექნიკურად პროტესტის გამოხატვა. ამისთვის არის საჭირო რეპრესიული კანონმდებლობა და სტანდარტები, რომელიც არის არათუ დასავლური, არამედ პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ ქუჩის უბრალოდ გადაკეტვა და უბრალოდ აქციის გამართვა ითვალისწინებს მათ შორის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ამის გაკეთების მეორეჯერ ამის გაკეთების შემთხვევაში, რაც არის უპრეცედენტო, რა თქმა უნდა და არანაირი დასავლურ სტანდარტში არ ჯდება, ამიტომაც ეს არის კიდევ ერთი შემზღუდავი და რეპრესიული დიქტატორული კანონი, რომელიც შეიმუშავეს ოცნების შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა
არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვერ გამორიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ თუნდაც ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, მოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანი იქნება მიღწეული უდიდეს უმცირესობას, არ ვიცით იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. კერძოდ პარლამენტში პარტია გახარია საქართველოსთვის 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შევა. პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით რთულ პერიოდში არ მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. მართველი გუნდის განმარტებით, პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა თუ მათ ამჟამინდელი პარტიების გაცდენის შეწყვეტა სურთ, ეს პარტიის გადასაწყვეტია. რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდება საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ რეალობის წინაშე, რა რეალობის წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ ახლა ლეგიტიმურს დაუძახებთ ოცნებას თუ არა ლეგიტიმურს მიუხედავად ამისა ისინი რეალურად მართავენ ქვეყანას, ხებულობენ კანონებს და შემდეგ ამ კანონებს აღასრულებენ კიდეც, რაც რა თქმა უნდა აზიანებს ჩვენ ქვეყანას. აი ამ ზიანის რისკების შემცირება თუ არა საბოლოოდ და ბოლომდე აღამოხრა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რასაც ძალიან მწვავე, მაგრამ ამავე დროს მშვიდი და თანმიმდევრული და ზომიერი პოლიტიკით და გავაკეთებთ საქართველოს პარლამენტში. ბევრად ადრე უნდა შესულიყო პარლამენტში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელსაც ხალხმა მისცა ხმა და აირჩია პარლამენტის წევრებად და იქ ებრძოლათ იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას არ მიეღო უამრავი რეპრესიული კანონი, რაც ბოლო 1 წლის მანძილზე მიიღეს. ამის ნაცვლად მათ უკეთესი არაფერი გაუკეთებიათ, ფაქტია გარეთ ყოფნით. ახლა სრულიად გაუგებარია, ახლა რამ გამოიწვია რომ შედიან, ან რატომ შედის მეორე 12-ეული ნაცვლად პირველი 12-ეულისა და ასე შემდეგ. უამრავი კითხვა, რომელზეც ალბათ თავად მათ უნდა გასცენ პასუხი. გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე უღალატა საპროტესტო ელექტორატს, მერე უღალატა ოპოზიციურ შეთანხმებას, უღალატა მეგონი თან ბოლო ოპოზიციურ პარტიორსაც ეგრეთ წოდებულსაც და საბოლოო ჯამში ეს კაცი ცდილობს თავის ეგრეთ წოდებულ გუნდთან ერთად რომ დაბრუნდეს ხოცურ წიაღში და ეხლა რამდენად დაბრუნდება ესეც ცალკე საკითხავი გახლავთ, თუმცა მისი განხილვა როგორც ოპოზიციური ძალის, რა თქმა უნდა, აღარ ხდება საპროტესტო ელექტორატის მიერ. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს 1 წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის ლეგიტიმაცია. ხო, ნუ ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ ესეც მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად deep state-ში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. მიიღეს დავალება, რომ აი შევბრძანდით პარლამენტში და შემოვლენ. ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, რამეს მოუმატებს ეს საპარლამენტო ცხოვრებასთან დააკლებს ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი მხრიდან. ერთი მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა რეალურად მიხვდნენ და ჩახედეს რეალობას თვალებში. მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეთქვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია სუვერენიტეტის დაცვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედება როგორც რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა. საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად დიდი ოდენობის ცხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატიურად ახორციელებდნენ ძირითადად ტკბილეულისა და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ერთჯერადი ყავა
და 2400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქოლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებული იქნა ყავა იაკობს მონარქის და კარტ ნუარის სასაქოლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder შოკოლადი, იაკობს მონარქის და რაფაელოს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის შემოწმების შედეგად სამშეკვრად დაფასოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.